საღამოშვიდობის ხალხო, მოგესალმებით TV36-ის საღამოს ლაივში და დღეს დღევანდელ ეთერი მიყვავს ერთად მე და გიორგი გვენეტაძეს, დავით პანჯაკიძე თბილისის აკრებულოს წევრები პარტია გირჩიდან და გვინდა რაღაცნაირად დღევანდელი ეთერი დაუთმოთ ჩვენი საკრებულოში ყოფნის 9 თვეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია შეიძლება ესე ითქვას რაც საკრებულოში ვარ და გვინდა გაგიზიაროთ რა ვნახეთ საკრებულოში რის გაკეთებას ვცდილობთ საკრებულოში მოგიყვეთ ამ გავლენილი პერიოდის შესახებ იმიტომ რომ ხშირად ხდება ესეთი კითხვები აი რას აკეთებთ სადღაც რომ ხართ ხანდახან პრეტენზიის ტონით, ხანდახან ისე და ზოგადად კი ჩვენ თვლით, რომ ჩვენ ამორჩევის წინაშე ანგარიშვალდებულები ვართ, უთხრათ რას ვაკეთებთ, რატომ ვართ, რისი გაკეთება გვინდა, რისი სურვილი გაქვთ და იმასაც მოგიყვეთ რა გამოგდის და რა ვერ გამოგდის. მათ შორის ვერ გამოგდის, იმიტომ რომ საკმარისი ხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, რომ ჩვენ წარმომადგენლობა იყოს საკრებულოში ისეთი, რომ იქ გადაწყვეტილების მიღება შევძლოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეხლა შეგვიძლია რა ვქნათ, იმიტომ რომ მეტი წილი ჩვენი საქმიანობის ეს არის ინიციატივები, თუმცა ამ ინიციატივების ხორცშესხმისთვის ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ ჩვენი კოლეგების მხარდაჭერა და მიუხედავად იმ პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ყველასთან ვსაუბრობთ, ვაგებთ ადამიანურ ურთიერთობებს და მიგვაჩნია, რომ თუ კარგი საქმეში შანსი გვაქვს, რომ მოვიმხროთ თუნდაც ჩვენი ოპონენტების მხარდაჭერა. რა ვნახეთ გავლენით ხალხში მე დავიწყებ 2.48-ზე თამაშობთ. ხო, ეხლა გვაქვს 2.48 პროპორციით. რა ვნახეთ მოკლედ მე ვიტყვი მე და გიორგი მოგიყვებათ იმის შესახებ თუ რა ინიციატივები ქონდა. ზოგადად რა ჩვენ დავინახეთ და ჩვენი დაკვირვება ესეთია რომ საკრებულო არ არის ვერ დავინახე მე რომ საკრებულო ეს არის რაღაც პოლიტიკის განსაზღვრელი ორგანო. და არ მიდის აქ მსჯელობა ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიც არის ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება, თქვათ ავარიული შენობების რედეველოპმენტი, რა უშუალოდ საცობებს, აი ესეთი იმ მასშტაბის პრობლემებს საუბარი, რომელიც აი ყველას ეხება, ყველა თბილისელის ყოველდღიურობის პრობლემაა და რაღაცნაირად უფრო მეტად არის ჩართული რუტინაში, რაც ჩემის აზრით უფრო მუნიციპალიტეტის ამბავია, გამგეობების ამბავია და ეს რაღაც იერარქია, ცენტრალიზაციის იერარქია, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია, ეს სამწუხაროდ საკრებულოშიც ესია, რომ რაღაც ეს მეტწილად ფორმალისტურ ხასიათსაც არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი ბიუროკრატიული ჯაჭვი არის, რომელიც მოდის გამგეობიდან, მიდის მედიაში, მერე მოდის საკრებულოში და უამრავი საკითხია, რომელიც ჩვენი აზრით და ჩვენი ღვაწლით ბედნიერად შეიძლება წყდებოდეს გამგეობის დონეზე, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ეს ხელშესახებია, ამას ჩვენ ვხედავთ და აი ამ ფორმალურ ჯაჭვში არის ჩართული საკრებულოც და რაც მაკლდება მე და ალბათ გიორგის დამეთანხმება არის ის, რომ სწორად არ მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქალაქის განვითარების სტრატეგია, როგორი ქალაქი გვინდა ზოგადად, მე ამას წინებდა ესეც კი ვთქვით, რომ მოდი რაღაც რეფერენდუმით ჩავატაროთ და რაღაცნაირად დაუბრუნდეთ იმ თავარ საკითხს, რა გვინდა თბილისისგან, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ თბილისის განვითარების, ვერ დავინახე, ალბათ ვერც ერთი საკრებულოს წევრი ვერ მეტყვის მე, როგორ თბილისს ვაშენებ და როგორ თბილისს წარმოგიდგენია ხვალ და
მით უფრო რა ვიცი, არავის არ უკითხია ეს ქალაქისთვის, რაღაც 2019 წელს დამტკიცებული გენგეგმით ვითომ მივდივართ და რა ვიცი, უამრავი ხდომილება არის ამ გენგეგმასთან მიმართებაში და ეს არც კი გამხდარა მსჯელობის საგანი. ხო და თავი პრობლემა რა არის, რაც შენ თქვი გეთანხმები ყველაფერს თავისთავად, მაგრამ თავი პრობლემა ეს არის, რომ ფორმალურად ქვია საკრებულოს საკრებულო. ყველაფერს დაკარგული აქვს თავისი ნამდვილი სახე და სახელი, როგორც მაგალითად პარლამენტს, ხო, ჩვენი პარლამენტი ხო შეიძლება იყოს პარლამენტი, სადაც ერთი პარტია ზის. ისე იგივე არის საკრებულოშიც, ხო? ვითომ საკრებულო არის საკანონმდებლო რაღაც ორგანო, მაკონტროლებელი ორგანო მერის და ასე შემდეგ, სინამდვილეში რაც კი ხდება საკრებულოში, ხდება ის, რომ ყველა ინიციატივები იქნება ეს თუ საკანონმდებლო ქვედა აქტები იქნება ეს თუ რაღაც განკარგულებები და ასე შემდეგ, ყველაფერი მოდის მერიიდან. კი, მე რაღაც მქონდა კონკრეტულად ინტერესი, როდესაც ჩემი ინიციატივებზე მიდოდა კამათი იქ რომ მენახა რა ხდება როგორი პროპორცია დეპუტატების ინიციატივებსა და მერიის ინიციატივებს შორის და რამოდენიმე 500-მდე მეტი რაღაც ინიციატივა არის შემოსული დღემდე საკრებულოში, შეიძლება 700-იც ეს იყო 2 თვის წინ. მე რო გადავამოწმე და სულ რამოდენიმე ათეული შეიძლება იყო რაც დაინიცირებული ფორმალურად საკრებულოს წევრისგან, ხო, ყველაფერი დანარჩენი ქალაქის მერიიდან და აგერ ამ მასწინებზე ვიდეოც შემხვდა იმაში მომხვდა თვალში სოციალურ ქსელებში რომ კახიკალაძე აკეთებდა რაღაც პრეზენტაციას რომ რაღაც სკვერი თუ პარკი მოაწყვეს რომელიღაც საძილე უბანში და აი აგერ არიანო ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოშიო და წარგვიდგინა 2 დეპუტატი. ხო და დეპუტატები რავი მე როგორც მესმის თბილისელების წარმომადგენლები უნდა იყვნენ და ბატონი კახის მაკონტროლებლები და აქ არის პირიქით ისინი არიან კახიკალაძის წარმომადგენლები და მაგაზე გეტყვი რომ კონტექსტუალურად იმან იგულისხმება რომ გასაგებია კონტექსტუალურად ეგრეა და ფაქტიურად კიდე ჩვენ ვხედავთ როგორ არის, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიცი არც ერთი საკითხი შემოტანილი მერიის მე რომელზეც უარი ერთქვა საკრებულოში და არ იყო მოწონებული. არც ერთი არ მახსოვს არც ერთი კრიტიკული კითხვა დასმული ნებისმიერ ინიციატივაზე. რაღაც კითხვები ისმება ხოლმე, მაგრამ რომ დაახლოებით ესეთი რომ ეს გენიალური იდეა მარტო მან გავრცელდება თუ კიდევ გავავრცელებთ ამის შემდეგ, ან ეს ბატონო კახი თქვენ თვითონ მოიფიქრეთ და თუ რაღაც რა ვიცი გერმანელებმა გითხრეს, ცოტა მავშები რა ქვია, ხუმრობ, მაგრამ დაახლოებით აი ასეთი ტიპის კითხვები და ერთადერთი ხალხი ვინც იქ მართლა კითხვებს სვავს და რაღაც გვაინტერესებს ვართ ჩვენ. ხო და პირველი დღიდანვე ვცდილობდით რომ რაღაც ფაქტიურად სასარგებლო და საჭირო პრობლემატიკაზე გვესაუბრა. თავიდან თუ გახსოვს თავიდან გვერიდებოდა კიდევაც რაღაც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იმიტომ რომ რა ვიცი საკრებულო ეს არის მუნიციპალური ორგანო, რომელიც მართლა ბოდიში და შლაგბაუმებზე და იამკებზე უნდა ლაპარაკობდეს და რა ვიცი სანიაღვრე არხებზე, ავარიულ სახლებზე და რა ვიცი ესეთი განწყობით მივედით მაშინ საკრებულოში და სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ აღმოვაჩინეთ რომ თურმე ეს ყოფილა მეორადი ყველაფერი იქ ნების ყოველი სხდომა იხსნება პოლიტიკური განცხადებებით რაღაც ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე საუბრით დაწყებული რა ვიცი ირანიდან და არაბეთიდან და დამთავრებული ჩვენი მთავრობის რაღაც გენიალურ გადაწყვეტილებებზე საუბრით ქებადიდები და ასე შემდეგ და საერთოდ სამწუხაროდ ოპოზიციას არ აკლებს იქ დემოგრაფიაზეც ჭმუნავენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ეგრეთ წოდებული ოპოზიციაც ლელო არის იქ 2 ადამიანი და ერთი კონსერვატორების და იქაც იგივე რაღაც ზოგად საკაცობრიო საკითხებზე და არავინ კონკრეტულად თბილისელების პრობლემაზე იქ ძირითადად არ საუბრობდნენ და რაღაცნაირად ჩვენ მივეცით ეს ტონი თავიდან რა თქმა უნდა, გასაგებიათო თუ სხვები აფიქსირებენ თავისას ჩვენს გვიწევს ეგეთ საკითხებზე დაფიქსირება ჩვენი აზრის, მაგრამ ყოველთვის მოგვაქვს საქმე ჩამოყავს კონკრეტულ საკითხებამდე ის რაც მართლა ამ ქალაქს აწუხებს და ის მართლა რისთვისაც ეს ხალხი აირჩია თბილისელებმა.
და ერთ-ერთი პირველი საკითხი იყო პირველ დღესვე ესე ვთქვათ, არჩევნებამდე საუბრობდით ჩვენ ამაზე და პირველ დღესვე უკვე დავიწყეთ საუბარი სესიაზეც, კომისიებზეც, დერეფნებშიც, ოთახებშიც, ხიდებზე. და პირველი დღიდან ეს ხიდები თავიდან თითქოს და უცნაურად შემოქმედეს, რამოდენიმე კოლეგა ის გარდა, ვინც მართლა დაგვეთანხმა, ხო, კარგიაო, მაგრამ საჯაროდ ეს არ თქვეს. ხო და ამის შემდეგ ხიდი გავიძახით, მასე ქსნის ქუჩაზე მოდელირებას გავაკეთეთ, მივიტანეთ, ვაჩვენეთ, თავმჯდომარესთან ჰქონდა საუბარი ისა და აგერ 9 თვის თავზე, 8 თვის თავზე სატრანსპორტო კომისიამ როგორც იქნა მოიტანა ეს ხიდი კომისიაზე და გააკეთა კათვლები, პრეზენტაციები, დასაბუთება რომ საჭიროა და კარგია რაც შეძლეს და წარუდგინა მერიის თანამშრომლებს. თუმცა მერიას მანამდე ქონდა მოდელირებისთვის ჩვენი ვერსია გადაცემული ქონდა და ამ ლოკაციაზე მოდელირება უკვე მიმდინარეობდა, როცა სატრანსპორტო კომისიაზე შემოვიდა და ძალიან კარგად დააჯდა, ასე ვთქვათ, ეს თემა ერთმანეთს, რომ ოსკარ უკვე პროცესი დაწყებული ქონდა და მე ჩემი ინფორმაციით ეს მოდელირების პროცესიც, ასე ვთქვათ, წარმატებით გაიარა ჩვენმა ინიციატივამ და ალბათ უახლოეს მომავალში რაღაც გარეთ სამჯეროდაც გამოვა უფრო ისეთ დონეზე რომ მივიდე. მე ძალიან მინდა რომ სულ ცოტა მოვასწროთ ამ წელიწადში პროექტირება, თუ გამოგვივიდა, ახლა ბიუჯეტში ფული არ გვიჭირს. მაგე 5 თვეში თუ 6 თვეში 9 მილიარდით გავგეზარდა ბიუჯეტი და საკითხია. შეგვიძლია ხო ამის პროექტირება გავაკეთოთ ისე რომ მომავალ წელს გავაკეთოთ და ეს 53 წლიანი ნავსი გავტეხოთ და მტკვარზე ხიდი გადავდოთ რა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, ანუ ძალიან ისეთი შენ მათ შორის მართლა ისეთ პრობლემაზე საუბრობ, აი საცხოვრების როგორ თქვა, როგორ შეიძლება ეს თბილისის არ აწუხებს. დავით სანამ გადავთ პრობლემაზე შენ ბიუჯეტი ახსენებ, ალემ შევახსენოთ თბილისელებს, ალბათ ადამიანებს აინტერესებს. წელს თბილისის ბიუჯეტი იყო დაგეგმილი და გათვლილი 2 მილიარდ 200 მილიონზე. და წლის დასაწყისში ეს წარადგინა მერიამ სიამაყით თქვა რომ აიო გავზარდეთო ბიუჯეტიო 200 მილიონი დაგვემატაო თუ რაღაც წინა წელთან შედარებითო ესაო და ამის შემდეგ თვითონ თბილისელებო კიდევ 500 მილიონი დაემატა სულ რაღაც 3 თვეში 3 თვეში მას თბილისის ბიუჯეტს ეს იმის გარდა რაც ცალკე გროვდება იმ კოეფიციენტებით ვაჭრობით მშენებლებისგან რომ იღებენ კაეტიკაურებს. იქნება ჩემი საზრდოobject. ეგ ცალკე რაღაც ფონდი აქვს, განვითარების ფონდი თუ სადღაც იქ კიდე ცალკე გროვდება თანხები და ასე შემდეგ. ასე რომ ფული ძალიან ბევრია თბილისის ბიუჯეტში. ერთის მხრივ ეს დიდად სასიხარულო ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ფული სულ ხალხის კისრიდან არის ამოღებული. გადასახადების სახით, ჯარიმების სახით, 1000 რაღაც მოსაკრებლების სახით. მაგრამ მეორეს მხრივ ის მიზეზი რომ ფული არ არის ბიუჯეტში რომ გზები ავაშენოთ, ფული არ არის ბიუჯეტში რომ ხიდები ავაშენოთ, ან რამე გავაკეთოთ, არალევანტური იქნება და ამას ვერავინ ვერ იტყვის. და ასე რომ ერთადერთი რაც საჭიროა იმისთვის რომ რაღაც ახალი გზები აშენდეს, ახალი ხიდები აშენდეს და რამე გაკეთდეს, ეს არის სურვილი, ამბიცია და მართლა დაბეჭდებითი შრომა ამ მიმართულებით. და არა ის პოზიცია რომ რავი არაფერი გვეშველება და დიდი პრობლემის წინაშე რაც სამწუხაროდ ჟღერდება. კი, სამწუხაროდ ჟღერდება. მათ შორის. კი. მე ვიძახდი ახლა საცობების პრობლემაზე, ხო, აი ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აი მოდი ესე ვთქვათ, ჩემი საზრით აი საკრებულოში ერთ-ერთი ესეთი აქტუალიზირებული თემა უნდა იყოს საცობა, იმიტომ რომ აი ცოტა სხვანაირად რო შევხედოთ ხალხო ეს არის, რავი, ეს არის ადამიანების ყველაზე ძვირფასი დრო გატარებული სატრანსპორტო საშუალებაში აწერტილიდან ბეწერტილზე გადაადგილებისთვის რა, იმიტომ თავის გადაადგილება ხო რაღაც ღირებულება არ არის, მაგრამ ამაში რომ ადამიანები, ბავშვები თუ მოხუცები თუ ნებისმიერი ადამიანი ატარებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ეს როგორ შეიძლება არ გვაწუხებდეს რა და როგორ შეიძლება რომ ამაზე ჩვენ აი თუნდაც ყოველდღიურად ამჯერადად შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ხო იქ შეიძლება урბანული სამსახური ამ მოტორიზაციას ებრძვის ჩვენ მიგვაჩნია რომ ინფრასტრუქტურა გვინდა
იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა ჭირდება იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, როგორც ავტომობილს, ჭირდება პარკინგები და მოყავს აგერ გიორგის როცა ქონდა გაჟღერებული ინიციატივა და საჯარო ინიციატივებზე კონკრეტულად ეს ხო ჩვენ მაგალითებს ვიძახით, ჩვენ ხო აი არაფერი ჩვენ ველოსიპედის არც გამოგონებისთვის მოგვიწოდებია, უბრალოდ ვიძახით, რომ აი სადღაც რაღაცა რო ხდება, როგორ შეიძლება ინფრასტრუქტურის აშენება იყოს პრობლემური 21 საუკუნეში, როცა ტექნოლოგიები არის რა ვიცი გაფრენილი და რა ვიცი TikTok-ზე ნახავთ, რა ვიცი დღეებში აშენებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს რა და ჩვენ ვჭმუნავთ იმაზე, დედა ეს როგორ ვქნათ და აბა ეს პრობლემატურია და ეს ძალიან რთულია და ეს რელიეფი და ასე და ისე და რა ვიცი აი გავგონა რაღაცა და თან საცობები რა არის, ისეთი საცობები ხარ არის უბრალოდ საცობები და ის პრობლემა რომ დროულად ვერ მივედი სამსახურში და დროულად ვერ მივედი რაღაც სხვაგან. საცობები არის გამოვლინება დიდი პრობლემების, რაც უფრო სიღრმეში არის ჩვენს მართლობის სისტემაში, ხო? ეს არის გამოვლინება იმის, რომ უკვე 10 წლეულებია, რაც მოკდება მოვიპოვეთ, დავანებოთ თავი საბჭოთა პერიოდს, არა და თუ რამე ნორმალური მაგისტრალია და ხიდი და რამე აშენებული, საბჭოთა პერიოდში აშენებული და ის ხალხი მაგ მხრივ ამ გენისგან, დღევანდელი მთავრობისგან თავის სამსარტყელი მართლა არ არის. ხო და ესე იგი ეს საცობები როგორც არის პრობლემების გამოვლინება და პრობლემა არის იმაში, რომ არც ერთი მთავრობა არ უდგება კომპლექსურად ქალაქის განვითარების საკითხს. ესე იგი, ამხელა ქალაქი გვაქვს, რა ვიცი, მთელი ქვეყნის 30% მოსახლეობის და ალბათ 80% ეკონომიკის არის თავმოყრილი ჩვენ ზედაქალაქში და ქალაქს არ გააჩნია არც ერთი წრიული ავტომაგისტრალი, რომელიც მთლიანად შეკრავდა ქალაქის გარშემო მოძრაობას. არადა ესეთი წრიული მაგისტრალი უნდა იყოს არაერთი. რამოდენიმე უნდა იყოს შიდა წრე, მეორე, მესამე, რომ დიდმა ქალაქმა იფუნქციონიროს. და არანაირი გამართლება არ არის რელიეფი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ქვეყნები ჩვენზე უფრო რთული რელიეფით. ქალაქები ვიცით ჩვენზე უფრო რთული რელიეფით. და არანაირი პრობლემა არ არის 21 საუკუნეში ამ რელიეფების ესე იგი დაძლევა გვირაბებით იქნება ეს, ხიდებით იქნება ეს თუ 2 და 3 დონიანი ავტომაგისტრალები. და არც ის არ არის გასამართლებელი საბუთი, რომ ეს გასამართლებელი სიტყვა, რომ ფული არა გვაქვს და ძვირია და ასე შემდეგ. თუ გადავხედავთ, რამდენი თანხები იხარჯება უაზროდ, რაღაცების სუბსიდირებაში, რაღაცების მშენებლობაში, იმაში ერთიც მთავრობა არის დაკავებული და სინამდვილეში ბიზნესი უნდა იყოს დაკავებული, რომ არანაირი გამართლება აი უმოქმედებას არ აქვს, ხო? ხო და აი წარმოიდგინეთ ჩვენ ქალაქში არა გვაქვს, როგორც ვთქვი, შემოვლითი გზები, არა გვაქვს ათვისებული ჩვენი სანაპიროები, მტკვრის ორივე სანაპიროზე ესე იგი დიდი შესაძლებლობაა რომ იყოს ორსართულიანი, თუნდაც სამსართულიანი ავტომაგისტრალები, გზაგასაყარები და იმის მაგივრად რომ ეს ვაკეთოთ, პირიქით სანაპიროებს ის ფუნქციაც დაუკარგეს, რაც მათ მინიჭებული ჰქონდათ თავის დროს. რომ იყო გამჭოლი გზა, შეუფერხებლად შედარებით მეტი სიჩქარე შეიძლება გადაადგილება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, ერთ სანაპიროდან გადასვლა მეორე სანაპიროზე და ასე შემდეგ. დაიხოზლა შუქნიშნებით. ბატონ, შუქნიშნებით, ფეხით გადასასვლელებით, რომელიც არსად არ მიდის, ხო? ეგეთებიც არის. ხო. ხო და არავინ ამაზე არ ფიქრობს, ეხლა აგერ რუსთაველის რეაბილიტაცია იწყებაო და შენ დასაწყისში თქვი რომ არავინ თბილისელებს არ ეკითხება ვის რა უნდაო, აი ვინმეს გაგიგიათ რა იქნება რუსთაველზე, სადმე ყოფილა რა გავიგია რაც. ხო, არა. ჩვენ საგრებულოს წევრები ვარ და ჩვენ არ გავიგია, არც არავის ვინმეს, ხო, როცა ჩვენ არ გაგიგია, ხო, წარმოიდგინეთ ხა ადამიანები აზრზე არ არიან რა იქნება რუსთაველზე, რას უპირებენ ამ ქუჩას, ეს არის მთავარი გულია თბილისის და არავის არც რუსთაველზე მცხოვრებლებს არავინ არაფერი არ კითხა, არც თბილისელებს არავინ არაფერი არ კითხა. არანაირი გარჩევა არ ყოფილა, არანაირი კრიტიკული აზრი არავის არ მოусმენია. არ გვინახავს ორი ალტერნატივა, ესე გავაკეთოთ თუ ისე გავაკეთოთ. და თან ეს ისეთი რამე ხომ არ არის, რომ შენ დღეს გააკეთე და მე არ მოგეწონა და ორ თვეში ისევ გადააკეთე. თუ რამე შენ ახლა აკეთებ, ან უბრალოდ შენ თუ რამეს ახლა აფუჭებ, შენ ამას აფუჭებ 10 წლეულებით წინ. 10 წლეულებთან იგივე როგორც განაშენიანება ხდება გაუგებარი, ხო? ეს ხომ 10 წლეულებით და რავი თუ 100 წლეულით არა წინ, აი მაგალითად სპორტის სახლესთან რაც ხდება. რას უზავ? ხო არ შეიძლება რომ შემდეგი 100 წლის განმავლობაში მას რამე ეშველოს.
და თუ გადავხედავთ როგორ ეპყრობიან თავრობები შესასვლელ შენობებს, აი მაგათ ხრუშოვკებს, რომლებიც უკვე 40 წლის წინ და 40 წლის წინ იყო დასანგრელი, ამორტიზირებული, დღემდე ვერ მოუფიქრებიათ, რა მოუხერხონ ხუთსართულიან ხრუშოვკებს, რომლებიც დიდი მიწის ნაკვეთებზე არის განლაგებული და შედარებით ნაკლები ადამიანები ცხოვრობენ და წარმოგიდგენთ რამხელა პრობლემა შეექმნა ჩვენ მომავალთაობებს იმ განაშენიანებით, როგორც არის სპორტსასახლესთან, რომელიც არ მოგვარდება 100 წლეულები და იგივე არის ქუჩების რეაბილიტაციას. გესმით, აი რაღაცას აფუჭებ და აფუჭებ ამას 100 წლეულებით და 100 წლეულებით მომავალი თაობებისთვის და არც კი განიხილავ ადამიანებთან, არც კი უსმენ ალტერნატიულ აზრს. და მე მაქვს კითხვა, განა რით დაიმსახურა ესეთი ნდობა ჩვენმა დღევანდელმა ქალაქის მმართველობამ რა გააკეთეს ესეთი გენიალური, რომელი ქუჩა აღადგინეს გენიალურად, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ვენდობით მაგ ხალხს, არც კი ვეკითხებით რას აპირებენ და ვაძლევთ უფლებას, რომ დღეს რუსთაველი გადააკეთონ, ხვალ პეკინს გადააკეთებენ, ზეკიდე სხვა რომელიღაც ქუჩას გადააკეთებენ. ხო და აი რაღაცა ადამიანები ამას შეგუებული არიან. შემდეგ სოციალურ ქსელებში სულ წუწუნებენ, რომ ვაიმე აქ საცობი იყო, იქ დავიტყორეთ, იქ მანქანით ვერ გავიარეთ, წყალმა წაგვიღო და მიზეზი ხო აი მაგაშია, მიზეზი ხო იმაშია, რომ ჩვენ ქალაქის მთავრობას ვაძლევთ უფლებას ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ყოველგვარი გარჩევის გარეშე, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე აკეთოს ის რაც უნდა. და ერთადერთი ესა აქვთ მაგათ გამართლება, მე სულ ამათ იმამ მომდის ხოლმე მაგ საკრებულოში რატომ აიგნორებენ ჩვენ ინიციატივებს მაგალითად ან რატომ არ შვებიან ესე ან ისე და პასუხი სულ მიდის ბოლო-ბოლო როცა გამოელევათ არგუმენტები, რომლებიც ეს არა აქვთ ხოლმე, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა ძალაუფლება, აი ნახეთ ჩვენ რამდენი ხმა გვაქვს, თქვენ რამდენი ხმა გაქვთ და როცა თქვენ გიქნებათ და ასე შემდეგ. ხო და ამაზე ხო მოკლე პასუხია და მithქვამს კიდევაც რომ კაცო, რაც თქვენ არჩევნების შემდეგ გააკეთეთ, ეგრო ჩაგეწერა წინასაარჩევნო დაპირებებში, რომ გაზდიდით ჯარიმებს, გაზდიდით აქციზებს, გადაკეტავდით რუსთაველს, არააშენებდით ხიდებს, არააშენებდით პარკირებებს, შეამცირებდით პარკირებების რაოდენობას 700.000, 800.000 ავტომობილზე 30-12.000 პარკირება ქონდათ, ეხლა 28-მდე ჩამოიყვანეს და ყამაყობენ ამით. ხო და ეს ყველაფერი ჩაგვეწერა წინასაარჩევნო დაპირებებში, ხო სხვანაირი პროპორცია იქნებოდა. ხო და აი მე მინდა რომ ჩემო თბილისელებო, ჩვენო ხალხო, ჩვენო მეზობლებო, რა ვიცი, საცობის ძმებო, რომ ეს ყველაფერს დააკვირდეთ, მიხვდეთ და აი მართლა დაფიქრდეთ, ვის აძლევთ ძალაუფლებას და ვის აძლევთ უფლებას, რომ თქვენ და დაუკითხავთ, მოგიწყოთ თქვენს ეზოში, თქვენს ქუჩაზე ისეთი ცხოვრება, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. უფრო მეც ვეტყვი, გიორგი, აქ ჩვენ რასაც ჩვენ ყვები სავალო ჯამში ეს არის ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს ჩვენ თვითმმართველობის. იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ფრაზა. აი რაც ჩვენ მოყევი, რომ აი რუსთაველი მაცხოვრებლებს არ ეკითხებიან. ესე არ ეკითხებიან არსად არავის. პირიქით, კაცო, ხალხს თვითონ რომ რაღაცის გაკეთება უნდა, მთელი ბიუროკრატიული იერარქია გასავლელი, რა ვიცი, კორპუსში ხალხმა თუნდაც რაღაცა გადაწყვიტოს და გააკეთონ. იმიტომ უამრავი შეთანხმებები, ანუ საერთოდ არის მოშლილი თვითმმართველობის, იმდენად არის პირიქით, აი ცენტრალიზაცია იმდენად გაზრდილი, რომ თვითმმართველობები თვითონ ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებებს. და შენ მეკითხებიან კი არა რაღაცო, შეროეუბნები რომ მუნიციპალიტეტს რატო არ ეკითხება ხალხო. მაგასში ვიხარ, ხალხს არაფრის უფლება არ აქვს მუნიციპალიტეტის ნებართვის გარეშე, გესმის? პირიქით არის მოწყობილი და აი ეს და ჩვენც აი საკრებულოც აი ამაშია ჩართული, აი ეს მწყის ყველაზე ძალიან რომ აი ამ არასწორ კონფიგურაციაში, ანატომიაში, ნუ საკრებულო ჩართულია ძალიან პასიურად. აი მე რაც მაკლია, ხო, რა ვიცი, აი საკრებულოში ეს მაკლია, რომ რა ვიცი, აი იმ დარბაზებში, იმ კომისიებში თუქთუხი უნდა იყოს, გუგუნი უნდა იყოს, რაღაცებზე მსჯელობა, კამათი, რა გადაუწყვეტოთ, ესე ვქნათ, ისე ვქნათ.
აი ეს არ არის გესმის და რაღაცა იმ დორე პროცესი მიდის შენ თქვენს რაღაც მუნიციპალიტეტი მომზადებს რაღაც იმას ვერ მივახცია გიორგი რომ 1 კვადრატული მეტრი ფართის გაქირავებაზე არ შემოდიოდეს დოკუმენტები საკრებულოში. აი ეს ხო ფორმალიზმის, აი როგორც თვალნათლივი გამოხატული ვიღაცას უნდა პავლოვზე გენერატორის დადგმა და ამისათვის 50 კაცმა საკრებულოში ეს უნდა განიხილოს მერიდან შემოსული წინადადება და ესეც კი არ არის აი გასაგებია რომ რეალურად დელეგირებულია, მაგრამ ფორმალურად ამის დელეგირებაც კი არ არის. ხა წადიმერე გამგეობას ელაპარაკ. იმიტომ რომ აფარებული ყავთ წინ. აი ეგ გაправებული. აი გეტყვი როგორც ბატონი კახირო იყო მოსული და მე ვკითხე კოეფიციენტებით რო ვაჭრობთ მეთქი ბატონი კახი ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც კორუფციის საფუძველი შეიძლება იყოს ხო მე ვერ ვეთქვი და მე დაუზახებ ადამიანს კორუფციონერს თუ დარწმუნებული არა ვარ ამაში მაგრამ რაღაც ეჭვი რო გამოვთქვა საფუძვლიანი მაქვს ამის და ბატონ კახის ვკითხე რომ აი კოეფიციენტებს რომ ყიდით ხომ არ არის მანდ რაღაც კორუფციის საფუძველი მეთქი და ბატონო კახი მითხრა რომ ჩვენო გადაზღვეული გვაქვსო ბატონო გიორგიო კორუფციაო სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ ბატონი კახი მაგას გულისხმობდა გესმით გასაგებია ფრეიდის როგორ არის წამოცთენა თუ რა ვიცი რუსულად ვიცი როგორ არის აგავორკა პაფრეიდო რო ვიტყვიან ეგრეთ შეიძლება განიხილო გადაზღვეული აქვს კორუფცია მაგრამ სინამდვილეში ის გულისხმობდა რომ აგერო აქ მოგვაქვს საკითხებიო კაცო აგერ არ ხართო თქვენ 50 ადამიანი ნებისმიერი საკითხი იჯარით გადაცემა იქნება ეს თუ კოეფიციენტის გაზრდა იქნება თუ რამე აი აქ მოდის და თქვენ ხელს წევთო გესმით და მე დარწმუნებული ვარ რომ წაკითხულიც არა აქვთ უმრავლესობას დეპუტატებს ის მასალები რაც შემოდის ასე ხო წარუმატებლად გესმის რომ ახლა იმ მასალებს ხო 1-2 ხო ცხადე იქიდან მივედი მე კვადრატულ მეტრამდე თავიდან ყველაფერი რაც შემოდიოდა იმ კომპიუტერში ჩვენ პროგრამაში ყველა საკითხს ვკითხულობ მე ვხვდები რა ვიცი ხა ჩემი დრო უნდა დავხარჯო გენერატორის დასადგმელად მრავალბედურება რა თქმა უნდა ვხარჯო ეს დრო ამისთვის რა და ის რაც მართლა განსახილველია რო დაუსვი კითხვა აი იმ კოეფიციენტებს რო იმომატებ და მე ვთქე რამე წესი არსებობს თქო რომ აი რა ვიცი მეც მინდა შენც გინდა და რაღაცა რა ვიცი ვიყიდოთ ის აქნა და არა ეს ინდივიდუალურად და რატომ მე ის რომ ურბანული კომისიის თავმჯდომარე როგორ კაცო ჩვენ ვიხილავთ ეს და კაცო წესი მითხა შენ კი იყილა მაგრამ აი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა შენ მიდი გაარკვიე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის გადამწყვეტი ფაქტორი კოეფიციენტის მომატების ხასიათზე იყო გამხველების დროს აი ხო გესმის რომ არ და მე მინდა წესრიგი მე მინდა წესი რომ გიორგიმ დათომ სერგომ იცოდეს რომ ამ შემთხვევაში მომატება კოეფიციენტი ამ შემთხვევაში ვერ მომატება იქ კი არ გაწყვეტო გრიშა მიშა და ვიღაცის დასკვნები კი არ გადაწყვეტავს წესი გადაწყვეტავს და მაშინ მე მეცოდინება რომ რა ვიცი მიწასყიდულ თუ ველაპარაკები მიწის ფლობელებს რა რაღაცა აი ამ წესს მე ჩემ ბიზნესს გეგმავ მე უნდა მქონდეს საშუალება რომ ამომწურავად ვიცოდე აი მიწის ნაკვეთს რომელსაც ყიდულობ მაგალითად რა შემიძლია იქ ავაშენო რამდენი მოგება შემიძლია ვნახო და ამის მიხედვით გამსაუბროთ ჩემი ბიზნესი მაგრამ აღმოჩნდება რომ ისეთი წესრიგი გვაქვს მოწყობილი მე მიწის ნაკვეთს ხო ვიყიდი მე უნებიან რომ იქ შეიძლება რა ვიცი 10 სართულიან სახლში მეტი არ შეიძლება ნუ მე ამას უყურებ თლათ არ მომწონს მაგრამ იქ ვიღაც თვალს მიპაჭუნებს მე უნება რომ აი რავი შემოხვალ განვიხილავთ ინდივიდუალურად და ვნახოთ შეიძლება 10 არა 15 შეიძლება არ გამოვიდეს შეიძლება 15 სართული შეიძლება არ გამოვიდეს შეიძლება გამოვიდეს და მე როცა ჩემი კეთილდღეობა და ჩემი ბიზნესის წარმატებულობა ვიღაც ჩინოვნიკზე არის დამოკიდებული მე რა ვიცი 1000 ლარს ვიშოვი თუ 1500 წამგებიანი იქნება ეს ჩემი პროექტი თუ მომგებიანი იქნება ნუ რა თქმა უნდა ეს არის კორუფციის საფუძველი მე ეს კაციც манипуლირებს ამით და რავი ანგელოზებიც რო იჯდნენ ვერან ვერ დამარწმუნებს მე იმაში რომ რა ვიცი 6 სართულიან სახლს რომ კიდე 5 სართული დაუმატეს ზემოდან და რა ვიცი 2 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაახტევინეს რომ მეორე მხარეს კიდე იქ რაღაც არ ყოფილა ხო თუნდაც არ ყოფილა ეს 2 მილიონი ლარი რომ ბიზნესმენის ჯიბეში დარჩენილიყო ხო უფრო იაფ პროდუქცია შექმნიდა უფრო იაფად გაყიდიდა და ისიც სასახსელია ხალხისთვის რომ ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მიდის იქამდე აი ყველა ნორმატიული აქტი ან ესეთი დამატებითი წესრიგი რომ დამატებითი პირობები რომლებიც უწევთ რა მშენებლობის კოეფიციენტების ყიდვა რაღაცა საბოლოო ჯამში ეს ხო აძვირებს საბოლოო პროდუქტს და ადამიანები უნდა იცოდნენ რომ ყველა რეგულაცია ყველა უკლებლივ ყველა რეგულაცია ზოგს ხალხს უხარია რომ აი ამათი ეს მშენებლები დეველოპერები და ფული არ გადაიხადონ ყველა რეგულაციის უკან დგას მე გაძვირებული პროდუქტი რომელსაც თქვენ იხდით იმის ფას ეს არსაიდან ასე ვთქვათ არ კომპენსირდება და ცხადია კაცო რომ გადაავლოთ თქვენ კვადრატული მეტრი იმის ფას
საცხოვრისის ფას თბილისში დინამიკას თქვენ ნახავთ რამდენად სწრაფად იზრდება ეს და ერთ-ერთი ფაქტორი ესაა ასაგები რომ მიწა ესეთი შეზღუდული რესურსია და მიწას ფასი იზრდება მაგრამ იქ ბევრი მდგენელი არის ესეთი იქ უსაფრთხოების სტანდარტები იქ პარკინგების მოთხოვნები იქ ისა იქ ესა და ყველაფერი ეს ჯამში იყლის თავზე მე კვადრატული მეტრი რომელსაც ყიდულობდი $800 დღეს გახდა $1300 რა და ეს ალგორითმი იქიდან მოდის მე ბიუჯეტში ბიუჯეტი იზრდება და გვაქვს ბევრი ფული და ეს არის თემა და ადამიანებს მაგას ვეუბნებით რომ ჩვენ სხვანაირი რაღაც ჩვენ სხვა რაღაცა გვინდა სხვა რამეზე უნდა ვფიქრობდეთ საკრებულოში მუნიციპალიტეტის სხვა და პლუს დელეგირებ ისეთ რაღაცებზე არ უნდა ხარჯავდეთ რომ გამგებელი გადაწყვიტავს კაცო კონკრეტულ გამგეობაში გადაუწყვიტავს ადამიანის პრობლემას რასაც გენერატორი დადგას და საერთოდ და კორუფციის გადამზღები საკრებულო კი არ უნდა იყოს უნდა იყოს გარკვეული წესი. იმაზე გასაგები წესი რომ ის რიშოტკა როგორ არის ქართულად თავის ბადე რაღაც ხო ბადე რომ გააკრა რა ვიცი მერი უნდა ჩაერთოს ნებართვა წარმოგიდგენთ აი ხალხი ჩვენ ლაპარაკობთ თვითმმართველობის დელეგირებაზე რეკლამა გვაქვს ეთერში ხო აგვინთეს გვაცნობეს გავიდეთ ცოტა ხნით რეკლამაზე სამწუხარო ესო ცოტა ხნით გავდივართ და იმედი გვაქვს რომ მალე დიდი ხნით გავართ ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩვენ კარში შემოვა, გენიოსია, რომელმაც უნდა იყოს მის შინაგანი მოწოდება და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ფიქრის გამომწვევი კითხვების დასმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი პასუხების დაზეპირება. და ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო აზროვნებას სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. სწორი გადაწყვეტილებები ქმნის ჯანსაღ ჩვევებს, ჯანსაღი ჩვევები აყალბებს ხასიათს, ხოლო ხასიათი განსაზღვრავს ბედისწერას. ამერიკული სკოლა, რომელსაც მართავენ ბავშვები. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ ექსელში სრულად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დავბრუნდით სარეკლამო პაუზის შემდეგ ერთ ძალიან სასიამოვნო სარეკლამო გადაცხადებას მეც გავაკეთებ. ესე იგი, აგერ ამ დღეებში, სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოში გამოჩნდა ძალიან კარგი პლატფორმა Gold G. ეს არის პლატფორმა, სადაც ქართველებს პირველად მიეცათ საშუალება შეიძინონ ოქროს ზოდები. შვეიცარიის და გერმანელი საუკეთესო წარმოებლების ოქროს ზოდები. მოგეხსენებათ, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, სადაც ოქროს ზოდები განთავისუფლდა DGD-სგან და შესაბამისად ეს პლატფორმაც წარმოიქმნა და ძალიან კარგი ამბავია სინამდვილეში, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გზა და დანაზოგების შესანახად, რომელიც ინფლაციას უქვემდებარება, დაცვა. ეს არის ოქრო და ამ პლატფორმამ Gold Gym მისცა საშუალება ქართველებს 1 გრამიდან, რა ვიცი, 100 გრამამდე და იმის იქეთ ნებისმიერი ზომის ოქროს ზოდი შეიძინოს, თან შეიძინოს ძალიან სამართლიან ფასში, ღია ფასში, ეს საერთოდ პირველია, რასაც მე ვხედავ, რომ პირდაპირ ესე იგი საიტზე ჩანს სოფლიოს ბირჟაზე რა ღირს ოქრო და აი იმ ფასიდან სულ რაღაც 3.8% პრემიუმით, როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყო და ფასნამატით არის შესაძლებელი ოქროს ზოდების შეძენა როგორც დანაზოგის შესანახად, ასევე საჩუქრის გასაკეთებლად მართლა საუკეთესო პროდუქტია და საუკეთესო საჩუქრია, რომელიც ყიდვის შემთხვევაში მაღაზიიდან მაქსიმალური ღირებულება გამოგაქვს განსხვავებით რაღაც სხვა საჩუქრებისგან. ასე რომ შედით, ნახეთ Gold G
და მე ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩებით. და ალბათ თავარი ისაა, რომ ამ შეუჩერებელი ინფლაციის პირობებში, როცა ქაღალდის ფული ყველგან იბეჭდება იმ რაოდენობით, არის ასე ვთქვათ ინფლაციისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება, სტაბილური საშუალება. ეს არის უკვე საუკუნეების განმავლობაში ადამიანების მიერ ასე ვთქვათ შეთანხმებული წესრიგის ნაწილი და მართლაც ესეა, ოქრო არის ერთ დროს ოქრო იყო ფული და როცა მართლა ფული ფულობდა, ის ეპოქა იყო ალბათ საუკეთესო ეპოქა, მე შეგვჭა ქაღალდი და ზოგადად ოქრო არის ალტერნატივა როგორც ქაღალდის ფულის, ასევე რკინა-ბეტონის. კი და სხვათა შორის ეგ რაღაც პატარა ნაბიჯია იმ პრობლემის მოგვარების, რასაც ქვია ძალიან გაძვირებული საცხოვრებელი პარტები თბილისში, იმიტომ რომ დავაკვირდეთ მაგალითად მინიმუმ ნახევარზე მეტი ახალაშენებულ ბინებში ხალხი ყიდულობს საცხოვრებლად კი არა იცავენ ფულს ფულის შესანახად ხო ის რაღაცნაირად რომ შეინახონ თავისი დანაზოგი ინფლაციამ რო არ დაუკარგოს და ასე შემდეგ და თუ ეს დანაზოგი ამ რკინა-ბეტონიდან წამოვა ოქროში შესაბამისად გამოთავისუფლება ეს ტყუილად გაყიდული ბინები გაიზრდება, წინადადება ბაზარზე. მართლა საცხოვრისად იქცევა. მართლა ის ადამიანები იყიდიან, ვისაც ცხოვრება უნდა და გაიარდება. ხო, რო დაუბრუნდეთ იმ ჩვენ საკითხს, რაზეც საუბრობდით, რომ ეს მოსაკრებლები პარკირებებზე მოყევი აუცილებლად. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოკლედ მინდა დავასრულო ის შენი აზრი, რომ აი ეს ბიუროკრატია, ეს რეგულაციები, გადასახადები, ყველაფერი იწვევს ბოლოს და ბოლოს პროდუქციის გაძვირებას და ყველაფერი ამოდის ჩვენი მომხმარებლის ჯიბიდან. ეს უბრალოდ შეფარული არის რით იცით, რომ აი თითქოს გადასახადებს იხდიან ბიზნესმენები, კომპანიები, მდიდარი ადამიანები, საკუთრების მფლობელები. არა და სინამდვილეში ბიზნესმენები არიან გადასახადების გადამხდელი კი არა, გადასახადების შემკრები, შუამავლები არიან მთავრობასა და მომხმარებელს შორის. იმიტომ რომ ნებისმიერი გადასახადი, ნებისმიერი მოსაკრებებელი, ნებისმიერი რეგულაცია, რაშიც ბიზნესმენს უხდება ფულის გადახდა, მე ეს ყველაფერი ჯდება პროდუქციის საფასურში, დაწყებული პურიდან დამთავრებული სახლიდან და ბოლო-ბოლო იხდის ამას მომხმარებელი, იმიტომ რომ ბიზნეს ფიზიკურად არ შეუძლია არსაიდან გადაიხადოს გადასახადი, იმან რომ გადასახადი გადაიხადოს, იმან ჯერ მომხმარებლისგან ეს ფული უნდა აიღოს. ამიტომ ნებისმიერი გადასახადი დღეგ იქნება ეს, საშემოსავლო იქნება, აქციზი იქნება, მოსაკრებელი იქნება თუ აი ეს კოეფიციენტების გადასახადიც, რომელსაც კი მერია ამაყობს, რომ შენებლებს ახთევინებს ფულს კოეფიციენტებში და შემდეგ ამას კარგ საქმეში მოიხმარს, სინამდვილეში ადამიანების ჯიბიდან იღებს ამ ფულს და მერე თვითონ ხარჯავს ვითომ და ისევ ამ ადამიანებისთვის და ხომ აბსურდი გამოდის სინამდვილეში ადამიანი ხო თავის ფულს თვითონ განკარგავს უკეთესად ვიდრე კახიკალაძე, ვიდრე, რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მთავრობა. ამიტომ ყოველთვის, როცა ჩვენ ვიზახით, რომ გადასახადების შევამციროთ, ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ფული ადამიანებს დაუტოვოთ ჯიბეში და თვითონ მივცეთ საშუალება ეს ფული განკარგოს, ვიდრე გადააბაროს ვიღაც მინისტრს და ასე შემდეგ. ხო, ცოტა შორს წავედით, მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ინიციატივებს. ხიდებზე ჩვენ უკვე მოვყევით ხალხს, ხო, რომ როგორც იქნა ეს ჩვენი პირველი ინიციატივა, აი ეს შენ თავიდან მოქონდა, აი პირველი დღიდან როგორც კი აზრად მოგივიდა საკრებულოში კენჭისყრა, იქედან გაიძახი, ხიდი გვინდა და როგორც იქნა ამან გამოიღო შედეგი და იმედია რომ ვაიძულებთ მერიას ბოლო-ბოლო ეს ხიდი გავაკეთო. ამის გარდა ჩვენ შეტანილი გვაქვს კიდევ 3 ინიციატივა. სამივე მათგანი ეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ადამიანების იმ თავარ პრობლემას, რაც არის გადაადგილება და გადაადგილების პრობლემა. თუ თბილისში 800,000 ავტომობილი მოძრაობს ყოველ დღეს, იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 800,000 ადამიანი და ალბათ უფრო მეტიც, იმიტომ რომ 2-3 ადამიანის ავტომობილში ამ პრობლემას ყოველდღიურად ხდება. ყველას ეს გვაწუხებს, მე პირადად ეს ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ რა ვიცი, შეიძლება კარგია მეტრო, ავტობუსი, ვიღაცას უყვარს მოწონს, მაგრამ მე ავტომობილით მიყვარს გადაადგილება და როდესაც ავტომობილებს ექნებათ საცობი, ასევე ავტობუსებსაც ექნებათ საცობი, ისინიც ვერ გადაადგილებიან წესია. ჩვენი პირველი ინიციატივა იყო დაკავშირებული პარკირებებთან. იმიტომ რომ ესეთი ძალიან მცირეა პარკირებები ქალაქში. ეს ჩამოხაზული პარკირებები ამცირებენ
ქუჩებს, შემდეგ ეს პარკირებები, სადაც არის მოწყობილი, იქ შეიძლება ყოფილიყო ტროტუარი, სკვერი, საბავშვო მოედანი, თუნდაც ბასლაინი, რომელიც არ დაავიწროებდა გზას. თუნდაც ბასლაინი, რომელიც კიდევ უფრო ვიწრო ქუჩას არ დაავიწროებდა. ასევე მანქანებით არის გადაჭედილი ეზოები, სახლებს შორის გასავლელები, არის დამონტაჟებული შლაგბაუმები, რომელიც გაუსაძლის ქმნის ქალაქში გადაადგილებას, შეუძლებელს ქმნის ასევე სასწრაფოების გადაადგილება იქნება ეს თუ სახანძრო ავტომობილების გადაადგილება. რაღაც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ადამიანების დახმარების გასაწევად მისული ავტომობილების გადაადგილება და ასე შემდეგ. ეს არის გლობალური პრობლემა, გადაჭედილი ეზოები, ქუჩები ავტომობილებით. და რა თქმა უნდა, ეს იმიტომ ხდება, რომ არ გაგვაჩნია ქალაქში პარკირებები. და ჩვენი თვალთახედვიდან ეს არის სასწაული დისპროპორცია. რაც ფაქტობრივი გვაქვს და ის კიდე მცირდება, ანუ ამცირებენ კიდე. ამცირებენ, კი ბატონო, წარმოვიდგინეთ, რომ პარკირები არა გვაქვს, როდესაც 800.000 ავტომობილზე 28,000 პარკირება, აქ შეთვალე რომ შენის არა გაქვს, მაშინ როდესაც თანამედროვე ქალაქებში, ევროპულ ქალაქებში, როგორც არის დაუშვათ დედაქალაქები ავიღოთ ბერლინში, პარიზში, ციურიხში და ასე შემდეგ, პროპორცია არის 1:2-თან, 1:5-თან, ესე იგი მოძრავ დარეგისტრირებულ ავტომობილთან შედარებით. ესე იგი თუ არის 100,000 ავტომობილზე 120,000, 150,000 საპარკინგი. ნუ იქ ითვლება რა თქმა უნდა კერძო სახლებში არსებული პარკინგებიც, მაგრამ იმას პლუს საზოგადოებრივი პარკინგი. კი ბატონო. ყველაფერი ერთად. ამიტომ ჩვენ გქონდა ესეთი პირველი ინიციატივა ჩვენი იყო, რომ რაღაცნაირად სტიმული მიეცა მთავრობას, შეიქმნა სტიმულები იმისთვის, რომ კერძო ბიზნესს დაეწყო პარკირებების მშენებლობა. რა შემთხვევაში იწყებს კერძო ბიზნესს პარკირებების მშენებლობას, როდესაც ის არის მომგებიანი. როდესაც შენ ვაკეში, საბურთალოზე და თუნდაც საძილე რაიონში ცდილობ, რომ ბიზნესმენს მიყიდო მიწა საბაზრო ღირებულებით, შემდეგ ნებართვაში ფული, კოეფიციენტებში ფული, მოსაკრებლებში დასუფთავებისო, ისაო, ესაო, გასაგებია რომ ამ მიწაზე პარკირების აშენება იქნება არამომგებიანი, იმიტომ რომ კვადრატული მეტრის მშენებლობა ძვირია და ყველა არჩევს რაღაცნაირად დალაგდეს, გადალაგდეს, გადმოლაგდეს, არამე აშენოს. აშენოს კორპუსი, ან უბრალოდ არ გაეკაროს ეგეთ მიწის ნაკვეთს, სადაც კორპუსი არ აშენდება. ჩვენი ინიციატივა იყო შემდეგი, რომ ან მუნიციპალიტეტმა მოიძიოს, უბრალოდ მუნიციპალიტეტმაც მოიძიოს მიწის ნაკვეთები, სადაც დაუშვათ ვერ აშენდება რამე სხვა გარდა პარკირებისა. ასევე მშენებლებმა ან ბიზნესმენმა თვითონ თავიანთი მიწის ნაკვეთები მოიძიონ, სადაც შესაძლებელია პარკირებების აშენება. ასევე, როდესაც და ეს მიწის ნაკვეთები გაიცეს ნებართვა პარკირების მშენებლობაზე, მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობაზე, მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობაზე, სადაც 1 კვადრატულ მეტრზე უფრო მეტი ავტომობილი დაეტევა, გაიცეს ნებართვა უფასოდ, განთავისუფლდეს ადგილობრივი მოსაკრებლებისგან, ესე იგი, თუნდაც ქონების გადასახადიდან რაღაც პერიოდი. თუნდაც ქონების გადასახადიდან 5 წელი იქნება ეს თუ 7 წელი იქნება. მოტივაცია შეიქმნას. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ჩვენ დათვლილიც გვაქვს, რომ თვითღირებულება პარკინგის აშენების არ აცდება 250-300 1 კვადრატული მეტრის და იმის გათვალისწინებით, რომ თითო ავტომობილს 20-25 კვადრატული მეტრი ჭირდება თავის გასავლელი გზებიანად პარკირებისთვის, ეს ბიზნესი ხდება მომგებიანი, უკუგება დაახლოებით 5 წელი გამოდის და ამ შემთხვევაში არანაირი თანხები არ ჭირდება მერიისგან, არანაირი სუბსიდიები აღარ არის საჭირო, ბიზნესი თვითონ აშენებს ამ პარკირებებს და ხდება ეს მომგებიანი ბიზნესი. ეს ერთი მიმართულება ამ ინიციატივაში. მეორე მიმართულება, როდესაც ქალაქი აშენებს რაიმე სარეკრეაციო ან საზოგადოებრივ ესე იგი სივრცეებს. შენობები იქნება ეს თუ პარკები იქნება თუ ასე შემდეგ. აი კარგი მაგალითი არის მაგალითად მზიური დიდი პარკი ააშენეს, ძველი სარეკრეაციო ზონა, მაგრამ ადამიანების მისვლა არის შეუძლებელი. დაპარკინგება შეუძლია. კი, მაგალითიც კი მყონდა მოყვანილი, მაგალითად როგორ უნდა მივიდეს სამშვილიანი დედა თავისი საბავშვო ეტლებით, თუ არა ავტომობილით. და თუ მიდის ავტომობილით, პარკირება იქ არ არსებობს. უბრალოდ შეუძლებელია სადმე მანქანის გაჩერება. და ამიტომ ინიციატივაში იყო გათვალისწინებული, რომ თუ ქალაქის მერია გეგმავს
მსგავსი ობიექტების ან მშენებლობას. არსებობს ეგეთი ობიექტები. ან უკვე არსებობს ეგეთი ობიექტები, როგორც არის მაგალითად ვაკის პარკი, მრავალი სხვა პარკები და ასე შემდეგ, გამოიყოს 5%, 10% შესაძლებლობის მიხედვით მიწის ნაკვეთი ამ ტერიტორიაზე, სადაც გაიცემა ნებართვა მრავალდონიანი, მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობის და ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად გამოვა აუქციონზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემოგვეხმიანენ კიდევაც ბევრი ბიზნესმენები, ვინც მზად არიან საკუთარ მიწას. მზად არიან საკუთარ მიწაზეც, მუნიციპალურ მიწაზეც ააშენონ ესეთი პარკირებები. ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა წინ გადადგმული, იმიტომ რომ განთავისუფლებოდა ეზოები, ქუჩები ავტომობილებისგან და უფრო მისადგომი გახდებოდა ქალაქის სხვადასხვა უბნები. ამაზე იყო პასუხი, რომ რას უშველისო ჩვენ სიტუაციასო 2-3 პარკირება. უარეს გეტყვი, კარგი იყო ის, რომ ამ ჩვენ ინიციატივას პოზიტიური ფიდბექიც ჰქონდა, მათ შორის, ახლა ეგეც უნდა ვთქვათ, რომ ესე არ არის, რომ რაღაც ჩვენ ინიციატივებს საერთოდ ყურად არ იღებენ და არა, არიან საკრებულოში ჩვენი კოლეგები, რომლებიც არათუ გამოეხმაურენ, თვითონაც კი ინიციატივა გამოიჩინეს და არ შემიძლია არ ვახსენო ლევან არველაძე, ზქონების და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი ინიციატივით მოიწვია კიდევაც მერიის ურბანული სამსახურის წარმომადგენლები და კონკრეტულ რაღაცა გიორგის კი უყარს ეს სისტემური გადაწყვეტები, თუმცა იქ ინიციატივა იყო, რომ მოდი იქნებ კონკრეტულ რაღაცა ავაგოთ მოდელი, აი მოდელური გავაკეთო, როლ მოდელი გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და რამდენი ლოკაცია მოიძია ლევან საინტერესო ლოკაციები, ზიურთანაც, ვაკის პარკთანაც. მაგრამ როცა განხილვა დაიწყო, აი თავიდანვე აი შეხვდა ნინის პოზიცია, რომ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ პარკირებების მოწყობაზეო, როცა ჩვენ მოტორიზაციას ვებძვითო და ახალი პარკირებები იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი ავტომობილების. ანუ გესმით აი როგორ რა დაეტაკა ჩვენ ინიციატივას რა. ის კი არა რომ რაღაცა გამოსავალი ვეძებოთ, არამედ პირდაპირ მე მივხვდი რომ ის არ ჩვენ ლაპარაკობდით, ფაქტიურად გაცხადებული პოლიტიკის საწინააღმდეგო რაღაც ვიძახდით რა. და აი ხო აი როგორ უნდა მოვერიოთ ამას გიორგი, აი როგორ მოვერიოთ, იმიტომ რომ ეს ხო არ არის რაღაც ესეთი აცდენა რაღაცა ტექნიკურ ნაწილში, არა პოლიტიკაში აცდენა. და ეს ჩვენ ადამიანებს აი ის 32,000-დან 28,000 გახდა, ეს შემთხვევითობა კი არ ყოფილა. მიზანიდან დასახული ეს უნდა გახდეს 25,000. მე ესეც შთაბეჭდილება დამრჩა და ესეც იქნება ალბათ, იმიტომ რომ ყოველი აი ხლა რუსთაველზეც თუ სადაც არ მოხდება რეაბილიტაცია, უეჭველი ვიცი რომ იქ პარკირების ადგილები შემცირდება და პოლიტიკა ესეთი. აი მეტაკევით ეს ჩვენ კი გვაქვს ინიციატივა და ჩვენ გამოსავალს ამაში ვხედავთ. ამაში რა ვიცი, ალბათ თბილისელები, ავტომფლობელები თუ მძღოლები დიდი ალბათობით გვეთანხმებიან, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება ისაა, რომ პოლიტიკასთან აქვს პრობლემა. ანუ ქალაქის მუნიციპალიტეტი სხვანაირად მოძრაობს და მე არც კი ვიცი აი ჩვენ ინიციატივას როგორ შეიძლება მოყვეს ამ შემთხვევაში რაიმე პოზიტიური რეაქცია და რა შეიძლება გამოგვივიდეს აქედან რა. ვეწინააღმდეგებით პოლიტიკას. თან არის ის მთავარი ბოროტება, სად არის დამარხული, აი ნახეთ, ესე იგი ამბობენ რომ კი მანქანები უნდა შევამციროთ, პარკირების რაოდენობა შევაცვლოთ, მოტორიზაციას ვებრძვით, ადამიანები უნდა გადავსვათ მანქანებიდან ავტობუსებში, გავანთავისუფლოთ ქუჩები და ისმის კითხვა ვისთვის? ვისთვის ვანთავისუფლებთ ამ ქუჩებს? ვისთვის უნდათ რომ ეგეთი გზით გაათავისუფლონ და გახადონ ნორმალური ჩქარი გადაადგილება. თუ ადამიანები ავტობუსებში გადავსვით, თუ ადამიანებს არ მივიცეს საშუალება თავიანთი მანქანებით იაროს, მაშინ ვისთვის აკეთებს მაგას? ხო ელემენტარული პასუხია თავისთვის. გესმის? იმიტომ რომ მე არ მინახავ შენ რომ საკრებულოს ყავდეს სამსახურებრივი ავტობუსი, რომელიც დილით ჩამოუვლის საკრებულოს თანამშრომლებს და მოიყვანს სამსახურში დეპუტატებს. მე არ მინახავს აგერ პარლამენტთან გვაქვს ოფისი და რომ პარლამენტთან დილით როცა სესია არის ავტობუსების რიგი იყოს და ავტობუსების მოდიოდნენ პარლამენტარები. მე პირიქით ქალაქში ვხედავ რომ ბასლაინზე რა ვიღაც სუსის მანქანები დადიან, ყველა ხომ არ ეძახეს ხალხი მაგას სუსლაინებს, ხო, რომ შეარქვეს. რაღაც გაუგებარი ავტომობილები და წითელნომრიანი ავტომობილები დადიან, სპეციალური სიგნალების მქონე ავტომობილები დადიან და ესე გამოდის რომ
ვათავისუფლებთ ქუჩას ვისთვის? პრივილეგირებული, დეპუტატებისთვის, პოლიციელებისთვის, საკრებულოს თანამშრომლებისთვის, მერიის თანამშრომლებისთვის. ხო პასუხია საჭირო ამ კითხვაზე. რატო ვათავისუფლებთ ამ ქუჩებს? საავტომობილო ქუჩებს. ან და მაშინ საერთოდ ავგზავნოთ ავტომობილები მაშინ. ავგზავნოთ თბილისში ავტომობილები, ჩამოვართვათ ადამიანებს თბილისში გადაადგილების უფლება და ყველა ფეხით ვიაროთ, ან ველოსიპედით და ავტობუსით. და თუ ესე არ ვაკეთებთ, თუ მანქანები მაინც რჩება, ჩვენ უბრალოდ ვზღუდავთ იმ დონეზე, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აღარ შეუძლიათ ქუჩებში სიარული, მაშინ ვის შეუძლია ქუჩებში სიარული? ვისთვის ვაკეთებთ ამას ყველაფერს? აქ სხვადასხვა ჩვენ ამ საკითხზე როცა ქონდა მსჯელობა აქ სტუმარი ყავდა საღამოს ლაივში იმან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ეს ხომ ავტომობილები მხოლოდ რაღაც მოქალაქეების გადაადგილების საშუალება არ არის ეს არის ბევრი თვითას დასაქმებული ადამიანისთვის საარსებო წყარო აი ანუ ავტომობილებით ისინი რაღაც საქმეს აკეთებენ ხო რაღაც ნივთები მიაკურირები მოძრაობენ დისტრიბუცია თუ რაღაცა თვითდასაქმებული ხალხიც არის რომელსაც ავტომობილი დრო ხო ანუ რა ვიცი ბიზნესი ხო დროზე იგება არის დროის ღირებულებაზე იგება და რა ვიცი აი ამ ადამიანებს რას უშვებით კაი გადაჯდა მასწავლებელი მანქანიდან ავტობუსში მაგრამ რა ქნას იმ საქმეს აკეთებს ის იმ ავტომობილით გესმის ის უნდა მივიდეს იმან უნდა გააჩეროს სადღაც მიიტანოს საქონელი წამოიღოს საქონელი ხო და აი იმდენად კომპლექსური ამბავია და თან მე მაშინ საკრებულოს ხომაზე თქვი რომ ახლა ჩვენ როცა პარკირებებზე ვლაპარაკობთ ან ინფრასტრუქტურაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ხო ეს მარტო ავტომობილების არ გვინდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ უნდა ინფრასტრუქტურა აღმაშევის ხეივანზე დღემდე ვერ დაუხაზიათ ბასლაინი იმიტომ რომ იციან რომ იქ რაღაც სერიოზული პრობლემა შეიქმნება რა და ერიდებიან თორე ნინი პირდაპირ იძახდა რომ აი აღმაშევის ხეივანზე უნდა იყოს ბასლაინი მაგრამ ნუ რაღაცა ბოჭავს იმიტომ რომ იქ იციან რომ რაღაც ძალიან ეთკინება ხო რთული პრობლემის წინაშე დადგემიან ხო და ამიტომ ვიძახი რომ იმიტომაა საჭირო გზები საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც გზა უნდა ხიდი უნდა პარკირების ადგილი უნდა ყველაფერს უნდა ეს გესმის და ასე რომ ახლა შევამცირო და რა ვიცი ადამიანმა ეს ავტომობილი რატომ მოიგონა კაცო თავისი დროით გადაადგილების სისწრაფისთვის მოიგონა ხო და რა ვიცი და მეორე კუთხით კიდე რა ვიცი სწრაფი ტრანსპორტი მეტროა და რა ვიცი 14 წელიწადია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია რომელი მეტროს ადგილი კომუნისტების დროს გაკეთებული ის მეტრო უნივერსიტეტი გაიხსნა მხოლოდ და აი ეს ხო და არ ვიცი აი როგორ გააუხსნათ ადამიანებს აი ჩვენ რატო გვინდა ხე აი ჩვენ მაგალითად მე შენ რა ვიცი აი თუ მოგვეცა ხელისუფლება და ამისთვის გვინდა ხო ჩვენ ხო უბრალოდ რაღაც ის კაპრიზი არ არის ჩვენ მაგისთვის გვინდა რომ ესენი ვაკეთოთ მე საერთოდ არ შემეშინდება მეტროების კეთება 21 საუკუნეში რას უნდა შემეშინდეს მიწის ბურღვის უნდა შემეშინდეს კლდის ბურღვის უნდა შემეშინდეს თუ რისი უნდა თუ ხიდის აშენების უნდა შემეშინდეს ხო ამიტომ მინდა რომ კი ჩვენ რა ვიცი ბევრად ამბიციურები ვიქნებით ბევრად უშიშრები ვიქნებით და გავაკეთებთ ინფრასტრუქტურას რომელიც ამ ქალაქს ჭირდება მე მინდა რომ ამ ქალაქში კაცო ხალხს მანქანები ყავს ლამბორჯინი დადიოდეს ხალხი და რა ვიცი კაი მანქანები და სწრაფად დადიოდეს თან აი ნახეთ პარკირების პრობლემა ხო უფრო დიდი რაღაცაა და რაც ჩამოთვალეთ მაგის გარდა არის ის რომ ადამიანებს უბრალოდ ალტერნატივას არ უტოვებენ და შემდეგ ჯარიმე პარალელურად პარკირების ჯარიმებს ზრდიან რა ვიცი 100 ჯერ არის გაზრდილი პარკირების ჯარიმა City Parks რომ 100 ლარი მაგის შემდეგ 10 ლარზე ვამონათებდით ხო და ახლა 50 ლარია და მანქანებს იპარავენ და იმაზე მიყავთ საჯარიმოზე მიყავთ და ადამიანებს უბრალოდ სხვა გზას არ უტოვებენ აი მაგალითად საავადმყოფოები რომ არის ბევრი საავადმყოფოები მან ხო ავადმყოფი რომ მიიყვანო მანქანას ვერ გააჩერებ ხო ლუბლიანაზე მანქანას ვერ გააჩერებ იძულებული ხარ რომ აღარ ჯარიმა გადარდებს არაფერი დააგდებ ამ მანქანას რა ვიცი ფეხით ტკივა კაცო ხელით ტკივა იქით არ კბილით ტკივა იქით არ მიდიხარ და აგერ ჯარიმა ხდება ხო ესე რაღაც ხაფანგები არის მოწყობილი აი ადამიანების წვალება არის მოწყობილი აი ბოლო ყველაფერი დადის იქამდე რომ ადამიანები წვალობენ ყველაფერზე წვალობენ სახლიდან გამოდიხარ წვალობ საავტობუსში მიდიხარ წვალობ პარკირებას ვერ პოულობ გზაში ვერ გადაადგილდები ხო და რა ვიცი დასასრულებელი არის ეს წვალება გესმის რაღაცნაირად უნდა აი ამაზე უნდა ვიფიქროთ რომ ადამიანები არ უნდა ვაწვალოთ ხო და დასაფიქრებელია ხალხო დასაფიქრებელია და უბრალოდ ძალა გჭირდება დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა გჭირდება რომ აი ესეთი ელემენტარული ერთი შეხედვით ინიციატივები რომლებიც აი შეამცირებს ადამიანების წვალებას იყოს მხარდაჭერილი აი წარმოგიდგენთ ჩვენ რომ
ორნი არ ვიყოთ საკრებულოში და ვიყოთ რა ვიცი 20. მაშინ ხო ვეღარ დაგვაიგნორებენ ასე ადვილად. ხო სულ სხვა ძალა გვექნებოდა და უმრავლესობაში რო ვიყოთ ხომ საერთოდ სხვა ქვეყანაში გავიღვიძებდით მეორე დღეს. ხო. ეს რაც შეეხება ამ ჩვენ პირველ ინიციატივას. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ გქონდა ინიციატივა. ავრჩიოდით. ხო, აქ ამაზე გვიპასუხეს რომ ესაო არაფერი გვეშველებაო. პაკეტები მაინც არა გვაქვს და არაფერი გავაკეთოთო. თან ყოველ ორშაბათს ჩვენი პროდიუსერი რეკავს საკრებულოში და ეპატიჟება რომ ხალხო მოდით გავარჩიოთ. ოკეი, თქვენ თვლით რომ ცუდი ინიციატივა გვაქვს, არაფერი არ გვეშველება, მე ვთვლი რომ ყველაფერი გვეშველება. და საჯარო დისკუსიაზე უარის მიზეზი ეგ არის, გიორგი, რომ იქ იციან რომ არგუმენტები მყარი არ აქვს. თუ ეს საჯაროდ გაირჩევა ჩვენ ტელევიზიაში, მათ ტელევიზიაში, მათ იციან რომ არგუმენტი არ ექნება და ეგრევე დაკარგავენ ხალხის მხარდაჭერას. კი ბატონო, და ასე რომ უარს გეუბნებიან ამის გარჩევაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ინიციატივაზეც გევართ ყოველ სესიაზე და რა ვიცი, არ შევეშვებით, ბოლომდე არ შევეშვებით, სანამ ეს არ გავაკეთებინებთ, ან სანამ შემდეგ არჩევნებზე უფრო მეტ ძალას არ მოვიკრებთ, მაგრამ ჩვენ ამ ინიციატივებს ჩვენ მინიმუმ დაგანახებთ, რომ რისი გაკეთება შეიძლება და რაც არ კეთდება და მე თქვენ უნდა გადაწყვეტოთ საუბარი. შემდეგი ინიციატივა იყო უბრალო, ელემენტარული, მაგრამ მეორე მხრივ მთელ მსოფლიოში აპრობირებული ინიციატივა ეხებოდა, რომელიც არ მოითხოვს არც გზების მშენებლობას, არც რაღაც ახალი რამის კეთებას, ეხებოდა შუქნიშნების რეგულაციას. არის ძალიან ბევრი გზაჯვარედინი თბილისში, სადაც მარჯვნივ მოხვევას არეგულირებს შუქნიშანი. ნუ პირდაპირ წასვლას და მარჯვნივ მოხვევას არის ის არის დამატებითი, მაგრამ ისიც ხან წითელია, ხან მწვანეა. არა და ძალიან ბევრ ადგილზე, უმრავლეს ესეთ ადგილზე მარჯვნივ მოხვევას არაფერი არ უშლის ხელს. ცალკე ზოლით შეიძლება იყოს გამოყოფილი ამისთვის და მარჯვნივ მოხვევის ის არის, შეიძლება რომ ყოველთვის იყოს ანთებული მწვანედ. განსაკუთრებული შემთხვევებში. ან იყოს რაღაც ტრაფარეტი დამაგრებული, როგორც ეს არის გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში ხო საერთოდ წითელზე შეიძლება მარჯვნივ მოხვევა, თუ სხვა ადამიანს არ უშლი ხელს. და ჩვენთან კიდე ეს შუქნიშნები ღამის 3 საათს მუშაობს. როცა არამედ ზედვარედინზე გესმით, ღამის 3 საათზე გიხარ და რაღაცას ელოდები, სანამ რაღაც აინთებ. და მქონდა ეს ინიციატივა შეტანილი, რომ მარჯვნივ მოხვევა იყოს მუდმივად გამწვანებული, გარდა სპეციალური შემთხვევებისა, როდესაც მოუწევდა მერიის სპეციალურ სამსახურს დასაბუთება, რომ ამ ზედვარედინზე სხვანაირად არ შეიძლება. ამ ინიციატივასაც შეხვდნენ რაღაც სასაულე პრეტენზიით, რომ თურმე ჩვენ ყოფილვართ რაღაც კონვენციაზე გვაქვს ხელი 70-იან თუ 80-იან წლებში მოწერილი, შემდეგ გადასტურებული გვაქვს 90-იან წლებში და ჩვენ ეს ინიციატივა გვირჩიეს რომ შევიტანოთ სადღაც ჟენევაში თუ ასე ევროკავშირში. არა და ევროკავშირის ქვეყნებში, კაცო, მე გერმანიაში ნაცხოვრებიც ვარ და ბავშვები ახაც იქ ცხოვრობენ და არის ესეთი წესი, სადაც ეს შესაძლებელია. ყველგან მარჯვნივ მოხვევა არის მუდმივად ნებადართული, ხო უბრალოდ გევალება რომ სტოპი არის ზნაკი, ნიშანი, გაჩერდე, გაიხედო რომ არავის საფრთხეს არ უქმნი და გააგრძელო მოძრაობა. ხო და ამ ეს ინიციატივაც არა მარტო გერმანიაში კაცო. ჩვენ ხო ნახეთ მე. კი, მე სადაც არა, ჩვენ მოვიძიეთ მე რომ დამატებით ნიშნები არის უბრალოდ შემოტანილი. ბევრგან არის, კი ბატონო. ეს ინიციატივაც გვითხრეს რომ შეიტანეთ ევროპარლამენტშიო და ჩვენ ლაპატე გიორგი, მაგ აი ამ კონვენციასთან მიერთებასთან დაკავშირებით ჩვენ ხო ძალიან ბევრ ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა რეგულაციები დაყრდნობით რაღაც ასოცირების ხელშეკრულებასთან, ვალდებულებასთან და აი ხალხო უბრალოდ წარმოიდგინეთ ევრობიუროკრატიას პროგრესით ევრობიუროკრატია ხშირად რო ახსენებენ, აი ახლა ბიურიუსელში ვიღაცას მართლა ადარდებდეს ქსნის ქუჩის და დიდუბის შემაერთება გზაჯვარედინზე, როგორი ფუნქციონირებს შუქნიშანი. გესმით? აი რა დონის, აი როგორ და ეს ხალხი რომელიც ებრძვის ევრობიუროკრატიას, აქეთ მიტრიალდება და ჩვენ რაღაცას მიერთებული ვარ და მე ახლა დავიჯერო რომ იქ ბრიუსელში მე რო ახლა ეს დავკიდო შუქნიშანი, იქ რაღაც ამერევა სიტუაცია. ანუ როგორი მორჩილებაზეა ლაპარაკი და მე თურმე იმ ევრობიუროკრატიას როდესაც ასე ემორჩილები შენ იქ ებრძვი. აი ხო წარმოგიდგენიათ, აი რაღაცა ლოგიკური ჯაჭვი გაავლეთ ერთი წუთი და წარმოიდგინეთ რასთან აგვაქვს საკითხი.
არა თან ერთიან შალვა ობგაიძემ ერთიანდებაში ვის უნდა ვკითხო მე? ერთიანდებაში ორი რამე თქვა შალვა ობგაიძემ. ერთი თქვა რომ ამის უფლება არ აქვს კონვენციის გამო და მე მივაყოლა რომ ჩვენო თამარაშვილზე ვეგო ვქენითო. ხო, თან გავაკეთეთ. გავაკეთეთო ეს კაცი 17 წელია ტრანსპორტზე არის პასუხისმგებელი ნეტა საკონდურითო მოგვივიდა ბრიუსელიდან. ხო, არ ვიცი. 17 წელია საკრებულოში ტრანსპორტზე არის პასუხისმგებელი და სიამაყი თქვა რომ ორ ადგილზე თბილისში გაუკეთებია მარჯვნივ მოხვევა შუქნისნის გარეშე. ხო, აქ ხო დამოკიდებულებაზე ლაპარაკი. ხო, აი ჩვენი წესრიგი, აი როგორ გადავიდეთ ქუჩიდან, თურმე რაღაც კონვენცია უნდა განსაზღვროს რა და თურმე მე დავიჯერებ, რომ იქ ვიღაცა ამაში ან ჩამორენ და შეგვამოწმებენ, გიორგი, როგორ არის ეს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და დაგვიჯიან. რა თქმა უნდა. კონვენციის დარღვევისთვის. კი, და მესამე ინიციატივა რომელიც აგერ ორი თვის წინ შევიტანეთ, მინდა მადლობა უთხრა ჩვენ კოლეგას, ვინც ასე ვთქვათ, პასი ჩაგვაწოდა. კი. კონსტანტინე და საქმე იყო შემდეგში, რომ კოლეგამ დაგვაკრიტიკა, რომ რატო ეძახითო ბასლაინსო, სუსლაინსო და რატომო თვლით რომ ეს არისო ცუდიო, აგერო ბევრ განვითარებულ ქვეყნებში ბასლაინები ფუნქციონირებსო. გერმანიაში არ არის, საფრანგეთში არ არის ბასლაინი სხვადასხვა. ხო, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ესე იგი ფუნქციონირებს ბასლაინები, აგერო ისრაელში ვიყავითო ახლახანო და შვენივრად მუშაობს ეს ბასლაინი გამართულად და ერთი კარგი წესი აქვთო ისრაელშიო, რომ რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარაო, რომ თუ ავტომობილში სამი ან მეტი ადამიანი ზის, ასეთ ავტომობილს უფლება აქვს იმოძრაოს ბასლაინზე. და ეს მართლა ლოგიკურია. სინამდვილეში ეს ხო ბასლაინი ავტობუსის ფუნქციას ასრულებს. ბასლაინი ხო ემსახურება, რომ ერთ ნაკლებმა ტრანსპორტმა მეტი ადამიანი გადაიყვანოს. და თუ შენ მართლა ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ ბასლაინზე იაროს 3 და მეტმა ადამიანმა, შენ მათ ასტიმულირებ, რომ მაგალითად თუ ადამიანები მუშაობენ ერთ ადგილზე, ერთად წავიდნენ, დილით ოჯახის წევრები, რა ვიცი, ერთი მანქანა გამოიყენონ, სამი მანქანის მაგრამ და უფრო ჩქარა გადაადგილდნენ და ასე შემდეგ და შენს არაცია რაღაცა მე სინამდვილეში ეს არ ვიცოდი. მე ვიცოდი, ნათქვამიც მქონდა, რომ ამერიკაში რომ მაქვს ეს ნანახი, რომ ჰაივეიზე, ავტობანზე იქ 4-5-6 ზოლიანი ავტობანებია და ერთი ზოლი ყოველთვის გამოყოფილია, სადაც არის დახატული რომბები, თეთრი რომბები და ეს ნიშნავს, რომ თუ მანქანაში 2-ზე მეტი ადამიანი ზის, შეუძლია ისარგებლოს აი ამ ზოლით. ხო და თუ ბასლაინიც ესე იყო გამოყენებული, არ ვიცოდი. და რავი, ებრაელებისგან ბევრი რამე გვაქვს სასწაული სინამდვილეში. არა მარტო ოქროს სიყვარული. ესე იგი დაპატივისცემა, არამედ ბასლაინის ძალიან კარგი გამოყენება აქვს მოფიქრებული ადამიანებს. კი, ძალიან რაციონალურია ამ და რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მოვამზადე ეს ინიციატივა და შევიტანე შეთავაზე კიდევაც კოლეგას ქართული ოცნებიდან ერთობლივი წინადადება გავაკეთოთ მეთქი, მან თქვა რომ თავში ვიკავებო, შენ შეიტანეო და მე დაგეხმარებო, მხარი დამიჭირა, ისიც მადლობა მინდა უთხრა. მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისმა სამსახურებმა ეს ინიციატივაც დაკეცეს, სადღაც შეინახეს და არც კი დანიშნულა ჩანიშნულა, არც განხილვა ჩანიშნულა, არც კომისიის სლომა ჩანიშნულა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აგერ ახლა მაინც ესეთი ზაფხულის თვეებია, ჩვენს შვებულებაში ვაპირებთ წარსულს მე და დავითი, ცოტა დავისვენებთ, გავერთობით და აგვისტოს შუა რიცხვებიდან ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ ინიციატივაზე მუშაობას, ეს მართლა მიცემს სტიმულს ადამიანებს, რომ ავტომობილში 3 და 4 ადამიანი გადაადგილდეს და მართლა შემცირდება ავტომობილების რაოდენობა ქუჩებში. საკრებულოში არ მახსოვს, მაგრამ ვიღაცამ თქვა, რომ მე ვინ დათვლისო, ანუ ვინ გააკონტროლებს, რომ მანქანაში მანეკენებს არ ჩასვავენო, იარონო. აი ხო, გესა პირველი რაც აი მოაფიქდა, ანუ როგორი წარმოდგენა უნდა გქონდეს საზოგადოებაზე, ну არ ვიცი, მე ესეთ წარმოდგენა ჩემს საზოგადოებაზე არ მაქვს და არ ვთვლი, რომ აი აქამდე მივარო, რომ ხალხი იყიდის მანიკენებს იმის რომ ჩასვას ავტომობილებში, რომ იარო მასალებს, არ ვიცი, მე ესეთ წარმოდგენა ხალხზე შენ ვიღაცამ გააკეთოს, არა, შეიძლება მართლა ვიღაცამ გააკეთოს, ეგრე რა ხალხს არ აქვს ტაქსის ლიცენზიები და თავის საკუთარი მანქანა, იმიტომ აქვს ლიცენზია, ბასალაინზე. მე საგერ მეგობარი არ მეუბნებოდა გიჟი ხარო თეთრი მანქანი დადიხარო და ბარი მიყიდე ლიცენზია და იარეო, ხო? ხო და ბევრი ეგეთი ადამიანი, რა თქმა უნდა.
და არც ადმინისტრირება არ არის 21 ძალიან კაი სწორი რაღაცაა ჩემი აზრით, იმიტომ პრინციპში ეგ აი მუნიციპალიტეტის პოლიტიკასაც რომელსაც ხო ეს რატო უნდა რომ გადასვას ავტობუსში, ხო, რომ ერთმა სატრანსპორტო საშუალება მეტი ადამიანი გადაიყვანოს, ხო? ეხლა შენ თუ ამას აღარ მათემატიკურად იტყვი რომ თუ დღეს რა ვიცი 10 მანქანის ნაცვლად გაივლის 5 მანქანა ხო განიტვით ამ მოძრაობა რა, ანუ შენ ამას 3 გამოდის. ხო, ანუ ის გეუბნები, ანუ სტიმულირებულია, ხო, შენ უკვე აკეთებ სტიმულირებას, რომ ადამიანები გადაждენ ასე ვთქვათ ერთ სატრანსპორტო ძალიან სწორია, კარგი და ხარტი ებრაელების მიერ გამორჩეულები არიან ის ხარტით და სწორი რაღაც მოდელია, რომელიც ბედნიერად შეგვიძლია გადმოვიღოთ. მოკლედ აი ეს არის, რაც ჩვენ მოკლედ შეგვიძლია მოგიყვეთ ამ 9 თვის განმავლობაში, რას ვაკეთებთ, რას ვცდილობთ. გარდა ამისა, ჩვენ მაინც ამას გარდა ძალიან ბევრი პირადი საუბრები გვაქვს ზოგადად ჩვენ შეხედულებებზე, როგორ უნდა იყოს წესრიგი ქალაქში, როგორ უნდა იყოს წესრიგი ქვეყანაში. ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ჩვენი აზრი თავისუფლების სიყვარულისკენ, ადამიანებისთვის მეტი პასუხისმგებლობის და უფლებების მინიჭებისკენ სულ ვცდილობთ საერთო ენა მოვნახოთ კოლეგებთან, ვიღაც იქნებ შეუცვალოთ აზრი, შეუცვალოთ შეხედულება. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ადამიანი გვეთანხმება კიდეც პირად საუბრებში, მაგრამ საჯაროდ მაინც ისეთი პოლიტიკაა აქვს პარტიას, რომ რთულია ადამიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ხო, ჩვენ შემიძლია ესე ვთქვა კიდევაც, რომ ჩვენ არა ვართ არც მოწადინებული, არც ავართ ჩვენ ახლა გიორგის და მეც, რა ვიცი, ჩვენ რავი, აწლეულებია საქმეში ვართ, საქმიანობთ, ბიზნესით ვართ დაკავებულები და ზოგადად არ გვჩვევია და არც გვიყვარს რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან ლაპარაკი, რომელიც არ ახალია ზოგადად ოპოზიციური ფლანგისთვის, არა ჩვენ პირიქით ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორი საქმის საკეთებლად მოვიმხროთ ადამიანები და არ არის საქმე, რომ მართლა რაღაც ჩასაფრებულები ვსაუბრობ და ამასთანზე მაგალითად მე ძალიან არ ვიცოდი და ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის ინიციატივით იყო შემდგარი თავის დროზე ეს პროექტი, ეს იყო ვიყავით კიდე ადგილზეც მე აი სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის წევრი ვარ და ვიყავით გასულები უნარშეზღუდული ადამიანებისათვის იყო სპორტული კომპლექსი დავათვალიერეთ, არ ვიყავი ნამყოფი და აი წლების წინ ეს მისი შაკუს ინიციატივით გაკეთებული ეს კომპლექსი ძალიან მომეწონა და აი კარგია რომ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი ჩაერთო და სხვათა შორის აი ამ კარგი ინიციატივის შედეგია გიორგის რომ შედეგები დავდეთ სპორტში უკვე რა ვიცი მედალოსნები ყავს და აი მოკლე პერიოდში აი სწორი რაღაცის კეთებას და ეს როგორ შეიძლება ან არ დააფრ ამ მნიშვნელობა აქვს რომელ პარტიას წარმოადგენს და რაღაცას ეს ამიტომ ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ ჩვენ ამასაც ვხედავთ და ამასაც ვიძახით და რა ვიცი შესაძლებელი უნდა შეაქო და რაც არასწორია იმაზე მივთითო და თავარი ის არის რომ ჩვენ მეტად ამბიციურები ვართ და ბევრი რამე კარგის კეთება გვინდა ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ერთის ხვი ცოტა რამის კეთება და მეორე არ გვაკმაყოფილებს რომ აი დროის გაწელვა და ხარჯვა და ნუ ალბათ შეგულებიდან რომ დავბრუნდებით უფრო აქტიურად შეუდგებით ხრუშოვკების თემას ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობთ ახლა ასე ვთქვათ არქიტექტორებთან, урბანისტებთან და გვინდა რომ რაღაც ისეთი სწორი მოდელი რომ აი ეს ლოზინი და ნელა გადაწყვეტილების მიღება და ეს მოძრაობა მე პირადად აი ძალიან მკლავს და მინდა რომ როცა ვხედავ რომ შეიძლება სწრაფად რა ვიცი და მათ შორის ეს ხება ადამიანების ცხოვრებას კაცო მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს დროს და რა ვიცი რა სწრაფად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები რომლებიც ჩვენ უკეთეს ცხოვრებას მოგვიტანს და ზოგადად გვინდა რომ ხო ვიცხოვროთ ამ ქალაქში მათ შორის და ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ კომფორტულად კეთილდღეობა იყოს ჩვენი მეგზური და რა ვიცი ვიღოთ ბედნიერები სხვა ჩვენაფერი არ გვამოძრავებს აბა წავიდით ჩვენ დასასვენებლად თქვენ დაისვენეთ ხალხო შეძლებს დაგვარად ჩვენ დაბრუნდებით ხო სადაც აგვისტოს და საშუალო რიცხვებში გავაგზავნებთ საქმიანობას აბა კარგი ზაფხული, კაი დასვენება და დროებით